ქუთაისის მერი თანამდებობიდან მიდის პოსტის დატოვების შესახებ განცხადებას ნუგზარ შამუგია სავარაუდოდ დღის ბოლომდე მოაწერს ხალხსინასარი ინფორმაციით გადაწყვეტილების მიზეზი ქუთაისში პრეზიდენტის რამდენიმე დღის წინანდელი ვიზიტია. მაშინ შამუგია მიხეილ სააკაშვილის კრიტიკა დაიმსახურა. ქალაქის პირველი პირის თანამდებობიდან წასვლის შესახებ ინფორმაციას უკვე ადასტურებენ ქუთაისის მერიაში. ნუგზარ შამუგია მერის პოსტზე 2 წლისა და 8 თვის განმავლობაში მუშაობდა. ვარდების რევოლუციის შემდეგ ის ქუთაისში რიგით მე-7 მერი იყო. ვადასტურებ, რომ დღეს საკრებულოში შემოვიდა ქალაქის მერის განცხადება გადადგომის შესახებ. მიზეზი არის მიზეზზე ვერაფერს ვერ გეტყვით, მე არ შეხვედრი ვარ ბატონო გზას და არ მქონია ამ საკითხთან დაკავშირებით საუბარი. ამ გადაწყვეტილებას საკრებულო მიიღებს, როდესაც ხვალ საკრებულოს ხომა შედგება და ვიმსჯელებთ ამ საკითხთან დაკავშირებით. 11 საათზე მოიწვია ბატონო ნუგზარმა გაფართოებული თათბირი სამსახურების ხელმძღვანელების, ტერიტორიული ორგანოების რწმუნებულებისა და მოადგილეების მონაწილეობით. მადლობა გადაუხადა ამ ადამიანებს 2 წლიანი ნაყოფიერი თანამშრომლობისათვის და ემშვიდობა და ამით დასრულდა თქვა ჩვენი შეხვედრა. რაც შეეხება მიზეზებს, მე ნამდვილად არ ვფლობ ინფორმაციას ამის შესახებ. ნუგზარ შამუგიას კრიტიკის ერთ-ერთი მიზეზი ქუთაისის გარეუბანში მცხოვრები 22 ოჯახი გახდა. სოციალურად დაუცველი ათეულობით ადამიანი თვეების განმავლობაში ელექტროენერგიის გარეშე ცხოვრობდა. გარეუბანს სასმელი წყალიც არ მიეწოდებოდა. პრეზიდენტმა მაშინ ქუთაისის მერს უყურადღებობის გამო უსაყვედურა. შამუგია ანტისანიტარიის გამოც გააკრიტიკეს. ავანგარდის დასახლებაში მიხეილ სააკაშვილმა ნარჩენები აღმოაჩინა და ქალაქის პირველ პირს შენიშვნა მისცა. დავიწყოთ მშვიდობა.